ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქია, თერჯოლის წმინდა გიორგის ეკლესიის მღვდელი სპირიდონ სკეფურიშვილი. მინდა ტელემაყურებელს შევახსენო მე-20 საუკუნის მაგალითი, როდესაც ათეისტური ხელისუფლება ღებულობდა გადაწყვეტილებებს, რა თქმა უნდა, იყო ძალაუფლებაში ყოფნი და ბუნებრივია კანონიერ გადაწყვეტილებებს ბრწყალებში, რა თქმა უნდა, აზრების ნგრევებისა და სასულიერო პირების განადგურების შესახებ, ასევე მორწმუნეთა განადგურების შესახებ. სამართლებრივად არც ერთ მათგანს, ვინც ამ განადგურებაში მონაწილეობა მიიღო, სამართლებრივად სახელმწიფოს მხრივ გულისხმობ, პასუხი არ უგიათ. მაგრამ არც ერთი მათგანი არ არის დარჩენილი სასჯელის გარეშე. ყველამ ვიცით, ყველა პატარა სოფლებშიდაც კი, რომ ყველა ის ადამიანები, რომლებიც აქტიურობდნენ და ინიციატივას იჩენდნენ აზრების ნგრევაში და სასულიერო პირების და მორწმუნეთა განადგურებაში, არათუ თვითონ იჯებოდნენ, არამედ ოჯახების შთამომავლობა იჯებოდნენ. დღეს გვაქვს შეიძლება ითქვას ტიპიური შემთხვევა და მე მინდა მიმართო იმ 70 პარლამენტარის ოჯახის წევრებს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც ეს 70 ადამიანი უყვარს. ვალდებულები არიან რომ უყვარდეთ, რომ დაეხმარეთ მათ, რათა მათ თავზე არ დატრიალდეს იგივე სასჯელები, რაც დატრიალდა მე-20 საუკუნეში ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლთა წინაშე. ისინი არიან სასჯელის ქვეშ, რადგან მათი გადაწყვეტილებით იქნა მართლმადიდებლური ეკლესია საქართველოს 60-სიქულო მართლმადიდებლური ეკლესიას იქნა ომი გამოცხადებული ფაქტიურად, მაგრამ ჯერ არც არ გაჩენილი არანაირი ძალა, რომ დარც გაჩნდება მომავალში, რომელიც დაამარცხებს მართლმადიდებლურ ეკლესიას. დამარცხდება ყველანი თვითონ ისინი და დაიჯებიან და ღმერთმა დაიფაროს და ღმერთმა სინამდვილე მიმართოს. ასევე მინდა შევახსენო ტელემაყურებელს, რომ პილატეს მაგალითი. პილატეს არ უნდოდა ქრისტეს ჯვარცმა. ის როგორც ცდილობდა სახარებიდან ვიცით, როგორც ცდილობდა რომ ქრისტეს ჯვარზე არ გაკრულიყო, მაგრამ როცა უთხრეს პილატეს, რომ პასუხს უგებ კეისარსა, მაშინ უკვე დაიხია უკან, შეეშინდა სკამის დაკარგვის, შეეშინდა სიცოცხლის დაკარგვის და ხელი მოაწერა ქრისტეს ჯვარცმაზე, ანუ ხელი მოაწერა სიმართლის წინააღმდეგ. და ის არ გამართლებულა პილატე დაისაჯა. და სხვათა შორის ისტორიულად ვიცით, რომ ის დაისაჯა სწორედ ქრისტეს ჯვარცმისთვის. ასე რომ თუ კი რომელიმე პარლამენტარი იმ მდგომარეობაში არის, რომ სიცოცხლის ან შემოსავლის დაკარგვის სანაცვლოდ მოაწერეს ხელი ამ გადაწყვეტილებას, სამწუხაროდ ჩემის აზრით ისინი იმეორებენ პილატეს ცოდვას და ღმერთმა მიცეთ სინანული აუცილებელია ცხონებისათვის, გამართლებისათვის და პირველ რიგში ღმერთმა მიცეთ სინანული და ამ სინანულში კარგი იქნება თუ მათ ოჯახის წევრები დაეხმარებიან. და ასევე